რუსული მედია ადასტურებს, რომ საქართველოს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის მაკა ასათიანის ვაჟი კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნეს აწარმოებს რუსეთის შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად. ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა ყულევის ქარხანა. გამოცემა როიტერი წერდა, რომ ქარხანამ პირველი პარტია რუსული ნედლი ნავთობი უკვე მიიღო. ირკვევა, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლისა და მფლობელის მაკა ასათიანის ოჯახი რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორია და ნედლი ნავთობიც მათ ქარხანაში ამ სახით შემოდის. ამბავი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და იმიჯს სერიოზულად არტყამს. თემაზე ჩემი კოლეგა ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. ნუცა, გისმენთ. დიახ, გიორგი, ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა რამდენიმე დღის წინ მართლაც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მაშინ როიტერსის ცნობით ქარხანამ პირველად მიიღო რუსული ნედლი ნავთობი. ამის შემდეგ მალევე რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა აგენტством ამ საქმეზე ახალი დეტალები გაავრცელა. რუსული გამოცემის ცნობით ქარხნის მეპატრონის ბიზნესმენ მაკა ასათიანის შვილი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის ვლადიმერ ალექსეევის შვილის სერგეი ალექსეევის ბიზნეს პარტნიორია. გამოძიების დეტალებით დგინდება, რომ მაკა ასათიანის შვილი კახი ჟორდანია 2018 წლიდან ფლობს 25%-იან წილს კომპანია STO Logistics-ში. მისი პარტნიორი კი სერგეი ალექსეევია, რომელიც ამავე კომპანიის მთავარი მფლობელია 51%-იანი წილით. ალექსეევი ბიზნეს საქმიანობაში ჩართომდე კომპანია რუსნეფტში მუშაობდა და სწორედ ამ კომპანიამ მიაწოდა ნედლი ნავთობი ყულევის ქარხანასაც. ანუ ირკვევა, რომ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლისა და მფლობლის მაკა ასათიანის ოჯახი რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორია და ნედლი ნავთობიც მათ ქარხანაში ამ ხაზით შემოდის. სპეციალისტების შეფასებით ყულევი ახლა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების გვერდის ავლის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს პროექტი კი ნათლად აჩვენებს, რომ რუს გენერლებს ახლა საქართველოში საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვთ. გარდა ამისა, ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის სქემით ფაქტობრივად ფინანსდება რუსეთის აგრესია უკრაინაში. გოგელია, მაკა ასათიანი, ჟორდანია, აი მათი ოჯახი პირდაპირ კავშირშია რუს გენერლებთან, სამხედროებთან. ამ სამხედროებმა ჩვენი ტერიტორიები წაგვართვეს. ახლა მათ აქვთ ბიზნეს ინტერესები ყულევში. ყულევი არის ერთგვარი ცენტრი სანქციების გვერდის ავლის რუსეთის ფედერაციისთვის. თუ სადმე იყიდება რუსული ნავთობი, აი ამ ბიზნესის, აი ამ ოპერაციის, ამ ტრანზაქციის მთავარი მხარდამჭერი, მთავარი ოპერატორი არის სწორედ ყულევში მოქმედი ეგრეთ წოდებული ნავთობ პროდუქტების ქარხანა. სალიცენზიური მეპარტვა გასცა დავითაშვილმა, ახლა დავითაშვილი არის ამ კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ეს არის პირდაპირი მაგალითი კორუფციის. ყულევის ნავთობ ტერმინალის საქმიანობა არის ნათელი მაგალითი რუსეთთან კავშირის, ანუ რუსული ფულის შემოდინების და ასევე ლობიზმის. პირველი ის, რომ მისი მეპატრონე რეალურად არის გოგელია, რომელმაც ფული იშოვა რუსეთში, მისი მეუღლის შვილის კავშირები ეხლა ასე ვთქვათ გასაჯაროვდა რუსულ ასე ვთქვათ ელიტასთან, სამხედრო ელიტასთან, ხოლო მეორე მხრივ საქართველოში ნათელი მაგალითია ლობიზმის. ეს არის ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ლობირებდა ყულევის ტერმინალის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას და შემდეგ როდესაც მინისტრობიდან გაუშვეს, მუშაობა დაიწყო პირდაპირ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში. ასე რომ ძალიან ნათელია ხელისუფლების ვექტორი, ეს არის რუსეთთან მჭიდრო კავშირები, ლობიზმი და კორუფცია. როდესაც ყულევში რუსული ნედლი ნავთობის პირველი პარტიის მიღების შესახებ როიტერსმა ინფორმაცია გაავრცელა, პირდაპირ წერდა, რომ რუსეთი ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს და ამავდროულად ებრძვის უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ სირთულეებსაც. როგორც მოისმინეთ, სპეციალისტების შეფასებითაც ყულევის პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოცნების პრორუსულ განწყობებს.